შეიტყვე, როგორ იქმნება წარმატება. გაიგე რა გზა გაიარეს წარმატებულმა ადამიანებმა, სად დაიბადა იდეა და როგორ განხორციელდა. მოусმინე წარმატების ფორმულას. დასახე მიზანი ჩვენთან ერთად და აირჩიე არსებული წარმატების ფორმულა. წარმატების ფორმულა კვანცალ აღიძესთან ერთად. დიახ, რა თქმა უნდა, წარმატების ფორმულა კვანცალ აღიძესთან ერთად ზუსტად 19 საათი 14 წუთი შესრულდა. საქართველოში მორიგი საინტერესო მიგნება და თემები, რომელიც წარმატებისკენ სწრაფი სტიმულს გმატებს, რა თქმა უნდა, მორიგი წარმატებული კომპანიის წარმომადგენელს. ტრადიციულად მონაცემები გაგვაცნობს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ კვანცალ აღიძე და უსმენთ გადაცემას წარმატების ფორმულა. საღამო მშვიდობის. მონაცემები. მაშასე 7-ზე მეტი სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაცია ენდობა სუფთა სამყაროს და ეს ნდობა კომპანიამ 2005 წლიდან მარტივად მოიპოვა. სუფთა სამყაროს პიარის და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ხატია ალფაიძე სტუმრად გადაცემაში. მოგესალმებით ხატია, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოვბრძანდით და ძალიან ბევრი სამუშაო გადადეთ გვერდზე იმისთვის, რომ გაგელამაზებინათ ჩვენი სტუდია, თამათ შემიძლია თქვა. მოგესალმებით გვანცა, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელს. სწავლა, განათლება, პროფესიული კუთხით და გზა დღევანდელ რეგალიამდე უნდა გავიაროთ მე და თქვენ ერთად. სამუშაო გამოცდილებას გადავხედოთ, თუმცა დავიწყოთ ჯერ სწავლა განათლებით. სად სწავლობთ ხატია? პროფესიით ვარ ჟურნალისტი, მაგისტრატურა მაქვს თქვენი კოლეგა. მაგისტრატურა დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტში სტრატეგიული კომუნიკაციების განხრით. და ეხლა ვარ პიარის ხელმძღვანელი სუფთა სამყაროში. მანამდე მუშაობდით ჯეპრაში რამდენადაც ვიცი? ჯეპრაში კიდევ მანამდე მუშაობდი კავკასიის უნივერსიტეტში. და რა თანამდებობით ვიყავით წარმოდგენილნი? კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობა დავიწყე კანცელარიის მენეჯერად და მერე უკვე ბოლოს ვიყავი პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არ არის ეს მარტივი ამბავი. საინტერესო გამოცდილებაც მიიღეთ. კი ბატონო, არაჩვეულებრივი ქალბატონი, ძალიან საინტერესო ქალბატონი, რომელსაც ბევრ რჩევას ვკითხავთ დღეს პრინციპში და ბუნებრივია იმ არაჩვეულებრივ აურასაც დატოვებს, რომელსაც უკვე ტოვებს და იგრძნობა ეს ხატია ალფაიძე გადაცემის სტუმარი. 19 საათი 16 წუთი. ეთერშია წარმატების ფორმულა. მაშ ასე სუფთა სამყაროს დაარსების ისტორიით დავიწყოთ ხატია, რამდენად სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი კომპანიამ 2005 წლიდან და იყო თუ არა კონკურენცია ბაზარზე იმ პერიოდში. 2005 წელს დაარსდა სუფთა სამყარო, რასაკვირველია თავიდან ძალიან ახალი ხილი იყო მაგ დროისთვის დასუფთავების მიმართულება ზოგადად საქართველოში. ასეთი მასშტაბური მიმართულებათან, კომპლექსური. თუმცა ვერ ვიტყვი იმას, რომ სწრაფად არ დაიმკვიდრა. იქედან გამომდინარე, რომ ნელ-ნელა ადამიანებმა მიხვდნენ, რომ დასუფთავების სფერო არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ზოგადად იცხოვრო ისეთ გარემოში, იგრძნა თავი კომფორტულად, დიახ, როგორიც შენ გინდა. და მით უმეტეს დღეს უკვე არის ის მდგომარეობა, როცა ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა, ასე ვთქვათ, განაპირობა სუპერ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება და რასაკვირველია სჭირდება პროფესიული დასუფთავება, ყველა იმ ახალ, ასე ვთქვათ, თუნდაც მეტლახს, კარფანჯარას და ასე შემდეგ, რაც განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება ჭირდება, კი ბატონო, და ამისთვის პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც სუფთა სამყარო გთავაზობს. რა არის მთავარი მომხმარებლის მოზიდვისთვის? ხატია თქვენი გადმოსახედიდან. პირველ რიგში ალბათ ხარისხი და გამოცდილება შენ რაც გიკეთებია აი ამდენი წლის განმავლობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ხარისხს როცა ეს ძალიან მაღალია და მაშინ როცა კომპანია იცავს საერთაშორისო ხარისხს ეს კლიენტს, რომელმაც პირველად მოგცა დაკვეთა რაიმე სახის დასუფთავებაზე, ის აუცილებლად ბრუნდება შემდეგ შენთან. და ქართველები ვართ, რასაკვირველია ძალიან კარგად მუშაობს ეს word of mouth სისტემა.
რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აუცილებლად ვკითხულობთ, როცა რაღაც გვჭირდება, რას მირჩევ. კი ბატონო. ვიკითხებით რჩევას მეგობრებს, კოლეგებს და ასე შემდეგ და შესაბამისად ისინი მოდიან ჩვენთან და რასაკვირველია ასეთი მომხმარებლებისთვის ჩვენ გარკვეული ფასდაკლებებიც გვაქვს ყოველ სამომავლო ურთიერთობაზე. ბუნებრივია, მომხმარებელი ორიენტირებულია ხარისხზე, თავისთავად და შემდეგ აუცილებლად ბრუნდება, იმიტომ რომ ხარისხის ძიებაში მე თავად ჩემი გამოცდილებით ვიცი ძალიან ბევრი კომპანიაც მომივლია და შემდეგ უკვე შევჩერებულ ვარ იმ ერთ კონკრეტულზე და რა თქმა უნდა იმას ებღაუჭები, რომელიც ჩემთვის კომფორტულია. 7-ზე მეტ ორგანიზაციას ემსახურებით, კერძო სტრუქტურებიდან უფრო ხშირად გეხმიანებიან და გეხმაურებიან თუ სახელმწიფო სტრუქტურებიდან? 50-50-ია მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, თითქმის ყველა და ყველა მსხვილი კერძო კომპანია არის ჩვენი დამკვეთი დღეისათვის და ნელ-ნელა ყოველწლიურად ეს რიცხვი და მათი დასახელება იზრდება. ესეც ხარისხზე მეტყველებს, რამდენ თანამშრომელს აერთიანებს კომპანია და არის თუ არა შიდა გადამზადების კურსები ხათია, ესეც საინტერესო. დიახ, დღეისათვის ჩვენ ყავს 1500-ზე მეტი თანამშრომელი და შიდა გადამზადების კურსები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის, რომ თანამშრომლები, ძირითადი სტაფი, ვინც არიან ჩვენი კომპანიისა, ამ კომპანიას მოყვებიან დაარსების დღიდან. და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მათი ღვაწლი სუფთა სამყაროში. და გადამზადების თემას რაც შეეხება, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, თუნდაც ჩვენი გამოცდილი მენეჯერების ხარჯზე, თუნდაც საერთაშორისო მოწვეული ექსპერტების ხარჯზე, აუცილებლად ყოველწლიურად დავამატოთ თუნდაც ახალი მომსახურება, თუნდაც ახალი აპარატურის კუთხით და რასაკვირველია, ამას უკვე მოყვებიან ექსპერტები, რომლებიც ამ აპარატურის მოხმარებას სასწავლიან ჩვენს დასუფთავების სპეციალისტებს. პროფესიონალი კადრის მოძიება თუ არის პრობლემატური დღეს საქართველოში თქვენი გადმოსახედიდან? არაერთი დამკვეთი და არაერთი დამსაქმებელი ჩივის ამ კუთხით. თქვენ შემთხვევაში როგორ არის? სწორედ ამიტომ ხომ არ დაგჭირდა შიდა გადამზადების კურსები კომპანიაში? ზოგადად ეს განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შიდა გადამზადება, იმიტომ რომ ყოველთვის ახალი რაღაც ხდება, იგივე ტექნოლოგიები ვახსენე ხო წევან და ეს ტექნოლოგიებიც ყოველწლიურად იხვეწება და რაღაც ახალი შემოდის. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებელს პირველ რიგში შევთავაზოთ ყოველნაირი სიახლე, რაც დასუფთავების სფეროს ეხება. შესაბამისად, არის ის, რომ თქვათ რეალურად სიმართლე რომ გითხრათ თქვენცა ყველაფერი მოდის პრაქტიკიდან. ანუ ჩვენი საქმე ცოტა სპეციფიურია. იქედან გამომდინარე რომ თითქოს გონიათ რომ დასუფთავების სპეციალისტია და ეს არაფერი, ხო? მაგრამ რეალურად ისინი ქმნიან, აი თუნდაც ჩვენ ახლა აქრავს ხედვარს. ბუნებრივია ყველა საქმეს თავისი მიმართულება აქვს. კი, რასაკვირველია. და ყველგან პროფესიონალია საჭირო ბუნებრივია. რა არის მთავარი мотиваტორი კომპანიის წარმატებისთვის და კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის თქვენი აზრით? მუდმივი სიახლეების ძიება, მე ვიტყოდი ასე. და სწორედ ამაზეა სუფთა სამყაროც ორიენტირებული. კი, აუცილებლად ჩვენი ხელმძღვანელი ყოველთვის ამაზე აკეთებს აქცენტებს, რომ მუდმივად სიახლეები შევთავაზოთ კომპანიას და ჩვენს კლიენტებს, ასე ვთქვათ, მომხმარებლებს, დიახ. და მე ვიტყვი აუცილებლად იმას, რომ აი ბოლო პერიოდში გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. ეს არის ერთი ფრენჩაიზის ლიცენზიის გაცემის თემა, რომელსაც ჩვენი კომპანია ახლა გასცემს და მეორე ეს არის ვიწყებთ ტრენინგებს ყველა დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომ ელემენტარული დასუფთავების ასე ვთქვათ სიტუაციაში გავერკვათ. ეს იქნებიან დიასახლისები, ეს იქნებიან ჩვეულებრივი დაინტერესებული ადამიანები. ჩავერთვები ამ პროექტში თუ შეიძლება. სიამოვნებით მიგიღებთ. პირდაპირ მივიღე პირობა პირდაპირ ეთერში. მეც უნდა დავესტრო ასე რომ ძალიან საინტერესოა თუნდაც აი ყოველდღიური დაგეგმარების კუთხით ხო როგორ გადაანაწილო შენი საქმიანობა ისე რომ არ დაიღალო ადამიანებისთვის განსაკუთრებით ხო? რამდენად მომგებიან ბიზნესად შეგვიძლია ჩავთვალოთ დასუფთავების სამსახური ქართულ ბიზნეს გარემოში დღეს? იცით რა, აი კონკურენტები, რომლებიც ეხლა შემოდიან და ასე შემდეგ, მათ გონიათ, რომ ეს მარტივი საქმეა და ხშირად შემოდიან სხვათა შორის დემპინგური ფასებით. ეს მერე იწვევს იმას, რომ ისინი ამ მომსახურების ხარისხს აგდებენ ძალიან დაბლა.
და მე მათ ნამუშევარზე ასე ვთქვათ ჩვენ გვიწევს თავიდან შესვლა და რაღაცების კეთება იქ. ასე რომ ეს არ არის მარტივი საქმე, საკმაოდ რთულია და ძალიან მუყაითი შრომა ჭირდება ამ საქმეს და ამ წამოწყებას. ზოგადად და ვფიქრობ, აი ფრენჩაიზის ლიცენზიის გაცემა სწორედ ამიტომ დავიწყეთ, რომ რეალურად ისინი მათ გავუზიაროთ პირველ რიგში ჩვენი გამოცდილება 10 წლიანი და დავანახოთ, რომ ეს საქმე არ არის, ასე ვთქვათ, ხელწამოსაკრავი, კი. ნამდვილად ყველა საქმე სჭირდება პროფესიონალიზმი და ის მიდგომა, რომელიც რა თქმა უნდა გააუმჯობესებს ვითარებას და სწორედ ნათელი მაგალითი 10 წლიანი გამოცდილება თქვენ არაერთი ჯილდოც მოგიპოვებიათ, სხვათა შორის ესეც მინდა აღვნიშნო. რამდენად ხდება პროფესიონალი კადრები უკვე მარკეტინგის კუთხით, სფეროში, საქართველოში დავარქვათ ასე და თქვენი გადმოსახედენ რა არის საჭირო საქართველოს ფარგლებში იმისთვის, რომ განვითარდეს ეს პროფესია კიდევ უფრო მეტად? თქვენ ლექციებსაც კითხულობთ და კურსებს ამ მიმართულებით და ამიტომ ძალიან მაინტერესებს მარკეტინგის სფერო. თქვენ შემთხვევაში თქვენი გადმოსახედიდან რამდენად განვითარებულია საქართველოს ფარგლებში? აი თქვა უცხოური მაგალითებიც მოვიყვანოთ თუნდაც. შედარება მოვახდინოთ. იცით რა, სალომე, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, თუმცა აი PR და მარკეტინგი სიმართლე რო გითხრათ, ესეც მარტივი საქმე გონიათ. და ასევე გონიათ, რომ ყველა შეძლებს ამას. მაგრამ რეალურად საკმაოდ რთული თემა არის, იმიტომ რომ შენ ხარ ბევრ სხვა ადამიანზე დამოკიდებული, თუნდაც იგივე მომწოდებლები, ხო? აი მაგალითად დაგეგმე რაღაცა ღონისძიება და ამისთვის გაქვს დასაბეჭდი ბროშურა, ხო? და რეალურად ეხა კომპანიას ხო არ აქვს საკუთარი სტამბა, რომ იქ შენ ხარისხი გააკონტროლო, ხო ასეა? შესაბამისად შენ არიცი როგორ პროდუქტს მიიღებ რეალურად, როცა რაღაცას აგზავნის სტამბაში დასაბეჭდად, ხო? ამიტომ ეს ძალიან პატარა მაგალითია იმისა, რომ არ ეგონოთ, ასე ვთქვათ, მარკეტინგი და PR-ი, ასე ვთქვათ, ძალიან ესეთი. და მე მიყვარს, მე როგორც გვანცალაღიძე ძალიან მიყვარს პრინციპში, როგორ შეიძლება მარკეტინგი და PR-ი მოგეჩვენოს მარტივ საქმეთ, იმიტომ რომ არაერთი მაგალითი გვაქვს, ხო, ამის რომ სწორედ ამაზეა კომპანიის წარმატება აგებული და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, ხო? კი. მაგრამ ხშირად არის რომ ესეთი რაღაცები რომ ჭირდებათ უცებ ცნობადობის გაზრდა, უცებ გაყიდვების გაზრდა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად არ უნდათ თანხის გადახდა ამაში. აი ეს ზოგადად ფონს ცოტა აფუჭებს, იმიტომ რომ რეალურად თუ გინდა რომ ასე ვთქვათ, კარგი PR-ი ყავდეს, კარგი მარკეტერი იყო შენ თვითონ და ასე შემდეგ, შენ უნდა გქონდეს ასე ვთქვათ, კარგი ანაზღაურებაც და პირველ რიგში რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი გუნდი უნდა გყავდეს, იმიტომ რომ ერთი ადამიანი რაც არ უნდა იყოს, თუ მას კარგი გუნდი არ ყავს, ვერაფერს ვერ იზამს. ჯაჭვური რეაქცია შეგვიძლია ასე ვთქვათ. თქვენი მარკეტინგი დაინტერესება როგორ მოხდა ჟურნალისტიკიდან მარკეტინგში, დავარქვათ ასე. ბავშვობაში რა საოცნებო პროფესია გქონდათ? ბავშვობა ძალიან საინტერესო მქონდა, მე ძალიან მინდოდა რომ ბალერინა ყოფილიყავი, მაგრამ სამწუხაროდ. ანუ გიწყობთ ამის ხელს. რატომ გადაწყვიტეთ რომ ბალერინა არ გამოსულიყავით? თუ პრინციპში გქონდათ ამის მცდელობა ალბათ ბავშვობაში, ხო? შემდეგ უკვე აღარ მიყევით. ამ მიმართულებით სიმართლე რომ გითხრათ, არ მქონია ამის მცდელობა, უბრალოდ ძალიან მინდოდა. აღნაგობას უღალატეთ ესე იგი. ხო, ესე გამოვიდა. და მერე თუმცა ჟურნალისტიკასთან მიხვედით. ჟურნალისტიკასთან მივედი კი, ძალიან მინდოდა, მერე მინდოდა ძალიან რომ ყოფილიყავი წამყვანი, წამეყვანა საინფორმაციო გადაცემა მაგალითად. ანუ ეს ხდება დაგვრჩა ოცნებად და შეგვიძლია რომ განვახორციელოთ ჯერ ყველაფერი წინ არის პრინციპში. შეგვიძლია ამაზე უკვე ერთად გავთვისაუბროთ. ეხა გვანცა სიმართლე რომ გითხრა, სულ სხვა რაღაც მგონია რომ მაინტერესებს, ალბათ წლების მერე. რა თქმა უნდა, იწვება. კი, რასაკვირველია, აუცილებლად ვიქნები კოპირაიტერი და აუცილებლად დავწერ რაღაცა პატარა ესეებს და ზღაპრებს, ასე რომ. არა, ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, ხატია. მე აუცილებლად წავიკითხავ თქვენ ზღაპრებს. კი, დაჩისთვის მოგაწვე აუცილებლად უკვე რაც მას დაწერილი. დაიჯი, გაქვთ უკვე დაწერილი. დაჩისთვის მომაწვით, აქეთ კი მეორე პირობა დავიტოვე უკვე პირდაპირ ეთერში. გაოგნებული ვარ ფაქტობრივად. აი, სიურპრიზებით სავსეა დღევანდელი გადაცემა. ჩემთვის აღმოჩნდა წარმატების ფორმულა დღევანდელი გადაცემა. დიდი მადლობა ხატია, არ შეიძლება გაწყობას დავდექი. კარგი, დავბრუნდეთ ცოტა ხნით სუფთა სამყაროში. რამდენი ხანია რაც მუშაობთ აქ და რა არის თქვენთვის ყველაზე კომფორტული თქვენი კომპანიის ფარგლებში?
ჯერ ერთი წელი არ არის, რაც სუფთა სამყაროში მუშაობ და ყველაზე კომფორტული არის პროფესიონალი გუნდი. დაწყებული კომპანიის ხელმძღვანელიდან დამთავრებული თუნდაც ჩვეულებრივ დასუფთავების სპეციალისტამდე. იმიტომ რომ ჩვენს ხელმძღვანელს აქვს რაღაცნაირი მუხტი, რომ არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, იმიტომ რომ თვითონ არის ადამიანი ისეთი, რომელიც მუდმივად თვით განვითარებაზე არის ორიენტირებული, კომპანიის განვითარებაზე არის ორიენტირებული და შესაბამისად ვერ მოდუნდები, რომ კიდეც რომ გინდოდეს, რომ ცოტა ხანი დაისვენო, არ მოგცემს ამის საშუალებას. ეს არის მთავარი, ეს არის ღერძი კომპანიის, ეს არის გუნდური პრინციპით მუშაობა და შემდეგ უკვე ასახული წარმატება რა თქმა უნდა კომპანიაზე. ძალიან დიდი მადლობა ხატია, ჩვენ მცირე ხნით შევისვენებთ მცირე საინფორმაციო გამოშვება გველის. არაჩვეულებრივი ქალბატონი ხატია ალფაიძია სტუმრად გადაცემაში. წარმატების ფორმულა და ძალიან წარმატებული კომპანია სუფთა სამყარო, რომელსაც ასევე ხაზი უნდა გავუსვათ. ბრუნდებით რამდენიმე წუთში ეთერში უსმენთ რადიო ფორტუნას. ეთერშია წარმატების ფორმულა. გვანცა ლარიზესთან ერთად. უახლესი ამბებით საათში ორჯერ რადიო ფორტუნას საინფორმაციო სამსახური 106 და 9-ზე. ეთერშია წარმატების ფორმულა. რა ვიცოდი ასეთი საინტერესო სტუმარი თუ მომიდვიდო და თქო ამბობდი ახლა ეთერს გარეთ იმდენ საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა ხატია თავისი კიდე პლუს ამ საქმის გარეთ აქტივობებით შეიძლება ითქვას ხატი ალფაიძე სუფთა სამყაროს მარკეტინგის და პიარის ხელმძღვანელი დღეს სტუმრად გადაცემაში წარმატების ფორმულა საქმიანი იმიჯი ბიზნეს ქალბატონი და ამ დროს ხელოვანიც და მწერალიც და ჟურნალისტიც და ბალერინაც როგორც აღმოჩნდა სულიერად ხო მადლობა ხატია კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის როგორი უნდა იყოს ქალი ბიზნესში შენი აზრით რა თვისებები უნდა კონდეს განსაკუთრებული ქალბატონს ბიზნესში, იმიტომ რომ ბიზნესი საკმაოდ მკაცრია და ძალიან ბევრი გულდაწყვეტაც არსებობს და ხელის ჩაქნევაც ხშირია ამ შემთხვევაში. არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი, როგორ უნდა გადავლახოთ სიძნელეები, რა ხდება ამ დროს? გვანცა ზოგადად ცხოვრება ხშირად არის მოულოდნელი სიურპრიზებით სავსე, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კუთხით, მაგრამ თავარი ქალისთვის არის ის, რომ იყოს რასაკვირველი და ჭკვიანი უნდა იყოს, აუცილებლად უნდა იყოს თავდაჯერებული, აუცილებლად უნდა იყოს ამაყი, აუცილებლად უნდა იყოს პროფესიონალი. და მუდმივად უნდა ისწრაფოდეს განვითარებისთვის, იმიტომ რომ სხვანაირად წინ ვერ წავა. აუცილებელი თუ არა ბიზნეს ეტიკეტის ცოდნა ხატია შენი აზრით და უნდა იყოს თუ არა გააქტიურებული ამ კუთხით, თქვათ ბიზნეს ეტიკეტის კურსები, რომელიც არც თუ ისე გააქტიურებულია ჩვენთან. ჩემი აზრით უნდა იყოს კი. ეხლა სიმართლე რომ გითხრათ, ანუ ზოგადად საქმიან ქალებს არ აქვს ბევრი დრო და იმის ფუფუნება, რომ ყველა მისთვის სასურველ კურსებს დაესწროს და ყველაფერს მისდიოს, მაგრამ თვით განვითარება და თვით განათლება არის ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, სახელმძღვანელო ადამიანისთვის, თუ როგორ შეიძლება, რომ ყველა ის უნარჩვევა, რაშიც შეატყობს ადამიანი, რომ მას აკლია და არ აქვს შეუძლია რომ აიღოს იკითხოს ბევრი, იმუშაოს, დილით რომ ადგება სარკის წინ, თქვას რაღაცები ისაუბრო საკუთარ თავზე, თუნდაც მომავალზე, თუნდაც იმ კუთხით რომ დახვეწოს აი შეხვედრის წინ, სასაუბრო მანერა. კი ბატონო. აი ეს ყველაფერი, ანუ ყველაფერი შეიძლება რომ განივითაროს ადამიანი. თქვენ თუ ახერხებთ ამას? კი, მე ვცდილობ. მე აი თქვენთანაც რომ მოვდიოდი შეხვედრაზე. არა ჩვეულებრივად დაგიტრენინგებიათ საკუთარი თავი მინდა გითხრა. ყველანაირი მიმიკა იქნება თუ მიხრა, მოხრა აბსოლუტურად გაწერილია ნორმებში და შეიძლება ითქვას დადებით ნორმებსაც უახლოვდება და არის პრინციპში უკვე გადაჭარბებით ამ კუთხით. ნუ გადაჭარბებული არაფერი არ ვარ გავამბობ, მაგრამ ეს გადაჭარბებული კარგია. თავად თუ გაიარეთ ბიზნეს ეტიკეტის კურსებით, თუ გქონდათ CSB დაამთავრეთ, გქონდათ ეს მიმართულება უნივერსიტეტში თუ არა? ესე ცალკე ბიზნეს ეტიკეტის კურსები არ გაგვივლია, მაგრამ ბიზნეს ეტიკეტი, ბიზნეს ეთიკა ზოგადად რა არის, ამის შესახებ რასაკვირველია გქონია. როგორი ხელმძღვანელი ხართ ხატია? ლოიალურით და მკაცრით. სადაც საჭიროა ისე იქცევით, ხო? სადაც როგორ იქნება საჭირო. რა მთავარი თვისება უნდა გქონდეს კარგ თანამშრომელს თქვენი გადმოსახედიდან, იმისთვის რომ გახდეს თქვენი ოჯახის წევრი, თქვენი გუნდის წევრი?
აუცილებლად უნდა იყოს მოტივირებული და აუცილებლად უნდა იცოდეს მას რა უნდა 1 წლის მერე. სხვა შორის ამას წინათ ვკითხულობთ ძალიან საინტერესო კვლევებს. იქ იყო საუბარი იმაზე, რომ ანუ როცა ადამიანს თანამშრომელს იყო ანუ კომპანიაში უნდა დაასაქმო თქვა შენს დეპარტამენტში ხო კონკრეტულად ან ზოგადად კომპანიაში აუცილებლად უნდა დაუსვა კითხვა. და ეს კითხვა არის სწორედ ის, რომ სად ხედავს საკუთარ თავს მომავალში. რა უნდა მას? თუ ის ადამიანი გიპასუხებს, რომ მას უბრალოდ უნდა რომ მუშაობდეს, ან უბრალოდ სახლიდან რომ გადიოდეს, ის ბევრს ვერაფერს ვერ შემატებს კომპანიას მართალია. და ასე შემდეგ, მერე უკვე შეფასების შკალები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო მეტი რაღაცის მიღწევა უნდა რაღაც გარკვეული პერიოდის მერე იმ ადამიანს. ფსიქოანალიზი. კი, ის საკუთარ თავსაც გამოადგება პირველ რიგში და რასაკვირველია გამოადგება კომპანიას. შეიძლება ითქვას, ერთგვარი ტესტია, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, საქმიანობის დამწყები ადამიანები, თუნდაც გადაწყვეტილების მიღების დროს რამდენად სწრაფი ხართ? სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას? გააჩნია შემთხვევას. თუ ეს გადაწყვეტილება რაღაც დროს მოითხოვს და მაქვს ამისი დრო, რეალურად მირჩევნია რომ ცოტა დავფიქრდე. ამის დრო ახლა არ გექნებათ, იმიტომ რომ ბლიც კითხვების დრო გადაცემაში წარმატების ფორმულა მზად ხართ? ჩემთვის საყვარელი ბლოკია. ბლიც კითხვები არაჩვეულებრივ ხატიასთან ერთად. ბლიც კითხვები. მაშა ასე სუფთა სამყაროს სლოგანი ხატია? იცხოვრეთ სუფთა სამყაროში. თქვენთვის მისაბაძი მარკეტერი მსოფლიო მასშტაბით თუნდაც. მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში შეგვიძლია მაგალითი ვიპოვოთ. კი ბატონო, სასო გალუმაშვილი. სამაგიდო წიგნი, კი ბატონო. ვიჭობდი რომ მას დაასახელებდი. სამაგიდო წიგნი, საიდანაც ბიზნეს რჩევებს ითვალისწინებთ, თუ არის ასეთი, თუ ბევრია? იცით რა, მე შემიძლია პარალელი გავავლო გვანცა. ეს არ არის ბიზნეს წიგნი, მაგრამ ჩემთვის ის არის გარკვეულწილად ბიზნეს წიგნი. ეს არის რიჩარდ ბახის თოლია ჯონათან ლივინგსტონი, რომელმაც შეძლო და გაფრინდა. ოპა. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ამითი ის მე მეუბნება იმას, რომ თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლო. არაჩვეულებრივი რამ გითხარით ახლა თქვენ ბლიც კითხვების ფარგლებში? დამაფიქრებელი და მასტიმულირებელი. საკვირველი. კარგი, აზრი რომელიც ახლა გებადებათ? კარგი გოგო ხარ შენ. დიდი მადლობა. ხათია რატომ მანებიურებ ასე? ვეღარ ვაგრძელებ გადაცემას. საოცნებო პროფესია, რომელიც ჯერ ვერ განახორციელეთ. ბალერინობაზე ვისაუბრეთ უკვე. თუმცა უკვე ზრდასრულ ასაკში თუ გვაქვს რაიმე? აუცილებლად ვიქნები კოპირაიტერი, როგორც ვთქვი. ამაზეც ვისაუბრეთ, კი ბატონო. ბიზნესი ქუსლებზე და პრივილეგია საქმის შეხვედრაზე. მამაკაცების გარემოცვაში უგულისხმობ. რა პრივილეგიით სარგებლობთ? თუ სარგებლობთ საერთოდ პრივილეგიით? ბიზნეს შეხვედრებზე. ქალი როცა მიდის უკვე მით უმეტეს მამაკაცებთან შეხვედრაზე და მით უმეტეს როცა ეს ქალი არის ჭკვიანი, მომხიბვლელი, თავდაჯერებული. უკვე პრივილეგირებულია, ხო? უკვე პრივილეგირებულია. შარლ დე გოლის ცნობილი ფრაზა დაასრულეთ თქვენი ინტერპრეტებით. ყოველთვის აერჩიეთ რთული გზა, იქ არ შეგხვდებათ. თქვენი აზრით. კონკურენტები ვამბობ შარლ დე გოლი. და რამდენად მართალია არ ვიცი ყოველ შემთხვევაში. გელს ვიტყოდი ალბათ. თუნდაც კი ბატონო, კონკურენტი მგელთან ასოცირდება. მგელივით კონკურენტი, ნამდვილად. გადაცემის სახელწოდება, რომელსაც სტუმრობთ. ჩემჭრელი კითხვა. წარმატების რა? წარმატების ფორმულა. რას დახატავდით გადაცემაში წარმატების ფორმულა? პირობითი ფანქარი და ფურცელი გადმოგეცით. იცით რა, ხატვა არ შემიძლია, მაგრამ მაინც წარმოსახვა მდიდარი გაქვთ. მე ალბათ მაინც დავხატავდი ჩვენს ლოგოს ბიჭუნას. ძალიან საყვარელი ბიჭუნაა, ხო? რომელიც მუდმივად მოძრაობაშია და მუდმივად გარბის. მუდმივად წარმატების ძიებაშია და მუდმივად მოქმედებაში და წარმატებულიც არის პრინციპში 10 წლის ბიჭუნა. 19 საათი 41 წუთი უსმენთ გადაცემას წარმატების ფორმულა. წარმატების ფორმულა რადიო ფორტუნას ეთერში.
მაშ ასე ხატია ალფაიძე სტუმრად დღეს გადაცემაში წარმატების ფორმულა. ხატია ის კითხვა, რომელსაც ჩემ პასუხი ვერ გაეცი, არის ჩემი ჩამჭრილი კითხვა, რომელსაც თითქმის ვერავინ ვერ პასუხობს ბლიც კითხვების ფარგლებში. იმიტომ ბლიც კითხვების ეს დამაბნეველია და ამ დროს სახელწოდებები ნაკლებად გახსენდება, ხომ ასეა. ზოგჯერ სხვა შორის არის შემთხვევები, რომ საკუთარი კომპანიის სლოგანს ვერ იხსენებენ, ასე რომ შენ უბრალოდ ჩემი გადაცემის სახელწოდება ვერ გაიხსენე. კარგი. რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანი იყოს წარმატებული? რა მთავარი თვისებები, რამდენიმე თვისება ჩვენ უკვე ჩამოვთვალეთ პრინციპში გადაცემის მრავლობის დროს, მაგრამ რეზუმირება მოვახდინოთ ახლა და ვთქვათ, რამდენიმე ის აუცილებელი თვისება, რომელიც უნდა კონდეს ადამიანს ნებისმიერ პროფესიაში. მე ვიტყოდი ისევ და ისევ თავდაჯერებულობას, პროფესიონალიზმს და რასაკვირველია სწრაფვას სიახლეებისკენ და მომავლისკენ და განვითარებისკენ. ეს არის წარმატების ფორმულა. რეალურად ესე ცალკე აღებული წარმატების ფორმულა არ არსებობს. ყველა ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური, რომელიც აუცილებლად უნდა და რაღაც გზა არსებობს, რომელიც უნდა განვლოს თითოეულმა წარმატებულმა ადამიანმა. როგორც სუფთა სამყარო მოქმედებს და მუდმივ მოქმედებაშია უკვე 10 წლის განმავლობაში და წარმატებაც სახეზეა, სამომავლო გეგმები გითხარით კომპანიის? კომპანიის სამომავლო გეგმები, სხვა შორის ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა გვაქვს. ერთ-ერთი არის ის, რომ თქვათ დავიწყოთ ეს ტრენინგები და ეს ტრენინგები გახდეს მუდმივი და საზოგადოებას ზოგადად შევთავაზოთ ძალიან საინტერესო თემები, თქვათ იგივე ელემენტარული ჰიგიენის თემაზე, რაც მე ვფიქრობ, რომ ყველა საინტერესებს და ყველას მე აუცილებლად უნდა ჩავერთო კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ხაზგასმით. და კიდევ ერთხელ გაძლევ მე შენ ამის პირობას. ძალიან ბევრი პირობა მაქვს დღეს გადაცემის ფარგლებში. დიდი მადლობა ხატია მობრძანებისთვის. კიდევ ვიტოვებ პირობას, რომ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემის რომელიმე ფორმატში და ვისაუბრეთ ასევე საინტერესოდ. უღრმესი მადლობა სუფთა სამყაროს, სხვათა შორის ნებისმიერ იმ კომპანიისგან 7-ზე მეტი კომპანია დავასახელეთ და იმ ადამიანისგან, რომელიც კმაყოფილია მომსახურებით და ეს 2005 წლიდან გრძელდება და სახეზეა წარმატება და კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ სუფთა სამყაროს პიარის და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ხატია ალფაიძე. ყავდა სტუმრად გადაცემაში. მე მომდევნო ორ შაბათამდე გემშვიდობებით, ხატიას ვემშვიდობებით და წარმატებას ვსურვებთ ბედნიერად. ესაა თქვენს გადაცემას ნახვამდის. 19 საათი 44 წუთი უსმენთ გადაცემას წარმატების ფორმულა ბედნიერად ვინარჩუნებთ ოქროს სტანდარტ FM-ზე. შეიტყვე, როგორ იქმნება წარმატება. გაიგე რა გზა გაიარეს წარმატებულმა ადამიანებმა, სად დაიბადა იდეა და როგორ განხორციელდა. მოусმინე წარმატების ფორმულას. დასახე მიზანი ჩვენთან ერთად და აირჩიე არსებული წარმატების ფორმულა. წარმატების ფორმულა, კვანცა ლაღიძესთან ერთად.